დაშვებული ფარდები დაკარგული წლები არა გიჯავარდები დედას გეთიცები რადიო მსმენელებო, დღეს სამშაბათია, 8 აპრილი და მე კახა მიქეშვილი ვარ თქვენთან ერთად. მადლობას გიხდით რომ გვისმენთ და დღეს მთლიანად ჩვენს გადაცემას შესანიშნავ ქართველ კომპოზიტორს, მუსიკოს, მომღერალს, უამრავი ჰიტის ავტორს, ბატონ ჯემალ სეფიაშვილს დავუთმობთ, ვინაიდან უკვე იცით ძალიან კარგად რომ ხვალ, ანუ 9 და 10 აპრილს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება ბატონ ჯემალ სეფიაშვილის საღამო და ცხადია განსაკუთრებული მოლოდინია. ძალიან კარგია რომ 2 დღეა ეს საღამო, იმიტომ რომ უფრო მეც მისცემა საშუალება მეტ ადამიანს რომ და ეს დროს მოусმინოს და ჩვენ პირდაპირ გადავალთ ახლა ბატონ ჯემალთან. ბატონო ჯემალ, მადლობა სტუმრობისთვის საღამო მშვიდობისა და მადლობა რადიო იმეს. ახლა სცენაზე უნდა იყოთ და ჩვენთან ხართ. ნუ რა ვქნა, ეგრეა. ეგეთი ცხოვრება მოვიდა. უარის თქმა არ გიყვართ. არ შეიძლება. როგორ დანდებით პირველ რიგში? დამციებ ცხელი. მე გადასარევად ვარ ყოველთვის. მაგრამ მეტეს ფენელი კარგად. იცი რამდენს ყბა უვარდება ხოლმე ესე რო ვეთქვი, იმიტომ რომ ელოდებენ ვაიმე რა ვიცი, როგორ შეიძლება? მადლობა ღმერთს რომ ვართ, ეს არის უმთავრესი. მადლობა ღმერთს რომ დილით გავიღვიძეთ. გათენდა კიდევ ერთი დღე. აბა რა. ხო და მადლობა ღმერთს და მადლობა თქვენ, პირველ რიგში უნდა თქვენ და იმ ჯგუფს, ვინც ხვალდაზე შენობით დამელაპარაკე ძალიან. კაი, შენობით დაგელაპარაკები და თქვენში მაშინ მიგულისხმობ ყოველს ვინც ახლა ამ კონცერტს აჩუქებს საზოგადოებას. კი ბატონო. მაგრამ გულწრფელად მადლობა ჯემალ სეფიაშვილს, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც ძალიან უყვართ ჩვენს ქვეყანაში აწლეულებია და სიმღერები რომლებიც ამას წენოთ საუბრობდი და რამდენიმე სიმღერა დაბადებული არ ვიყავი მე რომ დაწერილი იყო. და ეს სიმღერები დღემდე უყვართ. აი ვითხარით ხვალინდელ ზეგინდელ კონცერტები დიდი ხნის წინ გაიყიდა ბილეთები, დიდი მოლოდინია. გასაგებია რატომ 9 აპრილს ეს არ არის სახე შემთხვევითი ბუნებრივია და რას თავაზობთ მაყურებელს, რომელიც ხვალდაზე გმოვა ფილარმონიაში. თქვენს ერთგულს მენდელს უამრავს. მე მინდა პირველ რიგში დიდი მადლობა გითხრა კახა რომ აქ ვარ შენთან ერთად. რამე თუ შენ ხარ ამ კონცერტების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე. ცირე მოგზალებით რამდენიმე რამის გამოვაცხადეთ. მოგრძალებულები უნდა ვიყოთ ხოლმე რა. მადლობა ამისთვის მაესტროზად. არ მიყვარს რომ მსახიობი მომღერალი უცებ მე ისეთი ვარ, მე ესეთი ვიცი, მე ესეთი სიმღერა დავწერე რომ კინაღამ გავგიჟდი რომ მოვისმე. არა. მოგრძალებულები უნდა ვიყოთ და უნდა შევთავაზოთ ჩვენი ნაშრომი მსმენელს, მაყურებელს და მხოლოდ და მხოლოდ ის გადაწყვიტავს ხარისხს ჩვენი ნაშრომის. ეგრე არ არის, არ შემიძლია რა. ანდა ისა ზოგმა წამყვანებმა რო იციან ხოლმე და ძალიან გახშირდა, ხო? აი ეს ახლა რაღაცა უნიჭო მომღერალი, უნიჭო ჩაცმული, უნიჭო სიმღერა რაღაცა და რო დაამთავრებს და ძლივს რო დაამთავრებს, უცებ წაღო რა გენიალური იყო, რა გადასარევი იყო. ჯერ ერთი ისმე აღარ მესალმება, იმიტომ რომ ის გენიალურია. აუმაღლა ხო? მე კიდე წამყვანზე უხდება შთაბეჭდილება მსმენელს, რომ ამას საერთოდ არ ქონია გემოვნება. რა იცის ამან მუსიკისა, რომ ამაზე თქვა განუმეორებელია, ხო? ხო, მაგრამ ხვალეს არ გვემუქრება. აი, ხვალ ნახოთ როგორ იქნება. ხვალ ერთადერთი მე რას ვპირდები მსმენელს, ჩემს თაყვანისმცემელს ველოდებით, რასაკვირველია და ვპირდები იმას, რომ შესრულდება მხოლოდ სიმღერების სიყვარულზე. სიყვარულით ჯემალ სეფიაშვილი, ეს სლოგანი. ჯემალ სეფიაშვილის სიყვარულით, ასე ქვია ამ საღამოს და ამ სიმღერებით ერთმანეთს სიყვარულს აუხსნით, თანადგომას გამოვხატავთ და უღრმეს პატივისცემას ერთმანეთის მიმართ. აი ეს გჭირდება. აბა რა, აი ის რაც ყველას გჭირდება და ძალიან საზოგადოებაში ძალიან დიდი ნაკლებობა ამ ყველაფერს. ჯემალ ბატონო, მაესტრო, მოდი ასე მოგმართავ რა, რადგან შენობით ფორმას ვარ, მაინც მაესტრო სიყვარულია. ხო. ეს რაც ახლა ახსენეთ, რომ აი სიყვარულს აუხსნის, სიყვარული ჯემალ სეფიაშვილი, ეს წლებია გრძელდება, იმიტომ რომ ხანაერად მაყურებელი და მსმენელი ავტორს არ შეიყვარებს, იმიტომ რომ 1-2 კარგი სიმღერის გამო არ ეყვარები ეს არ არსებობს. 10 სიმღერის გამო ვერ შეიყვარებს. თუ არ გძნობს მის ავტორის
სიყვარულს. აბარა. აი როცა იწერებოდა ეს ჰიტები, კარგი რამეს გეძახდათ ვაჟა აზარაშვილი, ჰიტოვიჩი, ხო? ჰიტოვიჩი. ხო, კარგია მომწონს. და მანანას ეძახდა ჯიგაროვნა. გოდა. როცა იწერებოდა ეს ჯერ კიდე მაშინ 70-იან წლების პერიოდია, ხო? უკვე ხვდებოდა ეს ინტუიცია იყო ჩართული, რომ ესე გავრცელდებოდა, ამდენი ხანი იცოცხლებდა, ესე აიტაცებდა მსმენელი. არა, ამას ვერ გათვლი, ამას თulis მხოლოდ მსმენელი. მხოლოდ მსმენელი განსაზღვრავს სიმღერის არსებობის პერიოდს. ახლა მე როგორ გითხრა, ჩემო კახა, რაღაცნაირად ჯერ ერთი მოდი რა 2 3 10 სიმღერის გამო ვერავინ ვერ შეიყვარებს. ცხადია. პიროვნების ცხოვრების წესი უნდა მოგწონდეს, რაც ათეული წლებით გროვდება ემოციები, შეფასება და მე თუ კიდე კარგ სიმღერას დაწერს, მართლა მსმენელი შენია რა. ეს არის ფორმულა, ნურავის ნუ გონია რომ ერთ სიმღერას რო იმღერებს რაღაც დაჯღანული კაბით, всё, მორჩა ჯემალ სეფიაშვილს რატო უნდა მივესალმო? უნდა მომესალმო, შემოგევლე, იმიტომ რომ მე ბევრ რამეს გასწავლი. ნუ რას ისა, ესე ცხოვრება დადგა რა. წინთ ესეთი რაღაცები. წინთ წიოთ ესეთი რაღაცები. აბსოლუტურად. მე გავჩავლილი მატარებელი. არა, მე კი არ მწყის. მე მენანება ის ადამიანი, რომელიც არ მესალმება და რომელიც არ მეუბნება, რომ შეიძლება შეგხვდეთ. კი ბატონო. მენანება, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რამის კარგავს. ჩემგან და ყველა პროფესიონალისგან. რა თქმა უნდა. მაესტრო, სიმღერები, რომელსაც თქვენ წერდით, ასოცირდება პირველში. წერთ. ხო, არა, ნახეთ, წერთ ერთია, ხადი ამაზე ვილაპარაკეთ, მე უგულისხმობ ჰიტებს. ის გამოც ჰიტოვიჩი გეძახდათ ვაჟა აზარაშვილი. პირველ რიგში მოდის ჯემალ სეფიაშვილი და უმეტეს შემთხვევაში თავის შესრულებით და ასევე კონკრეტული მომღერლები, ვინც აი გვახსენდება. პირდაპირ წერდით მომღერლებისთვის, თუ ეს იწერებოდა სიმღერა და მე თავაზობდით ან არავის არაფერს არ პირდაპირ წერს კონკრეტული მომღერლები. არავის არასოდეს არაფერს არ თავაზობ. აქეთ იხვეწებიან. არა, არც მე ხვეწებიან, რატო? ვერ გავიგე. მე ვცდილობ რომ ამა თუ იმ მომღერალს რო წერთ უკვე იცის. მოვახდინო ის სიმღერა, იმიტომ რომ ყველა მომღერალს აქვს თავისი დიაპაზონი, თავისი მიდგომა სიმღერისადმი. სიტყვას როგორ გამოხატავს, იმიტომ რომ ჩემთვის სიტყვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს რა. ეხლა ბლუყნიანი ნამღერი აღდათ არ შეიძლება, იმიტომ რომ ჯერ სიტყვა იყო. პირველად იყო სიტყვა. მერე ის სიტყვა აი ლამას ჩარჩოში მოხვდა, რასაც ქვია მელოდია. გამშვენა მელოდიამ. და რასაკვირველი. ამიტომ კარგი რამ ახსენე და ალბათ არც არის გასაკვირი, რომ თქვენი სიმღერების უმეტესობა არის ისე ცნობილი პოეტების, მორის ფოცხიშვილის, ხვები და ცალკე მოსასმენია ტექსტი ყოველთვის. ეს როგორ ხდებოდა? შოთა რუსთაველი. პირველი ავტორი ხარ, ვინც ეს დაწი შოთა რუსთაველი? სოფლიოში ერთია. კი ბატონო. გალაქტიონი, ირაკლი აბაშიძე. რომელი არ მინდა მორის ფოცხიშვილი, ჯანსუხ ჩარკვიანი, რეზო ამაშუკელი. ესე იგი, სულ მოსკოვშიც რო ცხოვრობდი და საელჩოში მუშაობდი, ხო, კრებულები წაღებული მქონდა, რომ რაღაცა შეიძლება კიდე რაღაცა აღმოვაჩინო. მიუხედავად იმისა, რომ მე მიყვარს ლექსზე წერა სიმღერა. არსებულ ლექსზე მორგება სიმღერას. არსებულ ლექსზე მინდა ლექსის შინაარს მელოდია გავუკეთო, მაგრამ რამდენიმე სიმღერა მაქვს ისეთიც, რომ მერე დაწერილა. დაიწერა სიმღერისთვის, მაგრამ ჩემი ძალიან დიდი დურბინით და ჩემი ძალიან რედაქტორები. როგორი. მაგრამ რადგან 9 აპრილს არის პირველი კონცერტი, რა თქმა უნდა არ შეიძლება ტიტები არ ვახსენოთ. გედგება უთხრი და უჩვევი მე წამოვდილი გზებდგები ვაჩუქოთ ერთმანეთ სიცოცხლე გაუთმოთ ერთმანეთ ძლები ტიტები, რომელიც საერთოდ აი სამწუხარო ამბის სიმბოლოთიქსა რეფრენაცია დღემდე არ ვიცი ჩემსავით არის ალბათ ყველა ტიტები რო იწყება ემოციაცრემლი ახდება. ამ შემთხვევაში როგორ მოხდა ტექსტი და როგორ დაიწერა? მე ამასთანავე გავიგე წინა მე მგონი რომ 9 აპრილს დაიწერა. მანამდე დაიწერია ხო? არა, მანამდე დაიწერა ეს სიმღერა. თან კიდევ
მორისის საკმაოდ დიდი ლექსი იყო. ეს. და ამონარიდები ამოვიღე მორისის დიდი ლექსიდან ვაჩვენე შეიძლება თუ არა რომ აი ეს ამონარიდებზე გავაკეთო და რომ მოვასმენი და ღაპახუპით ამოვიდა ცრემლები, მაგრამ რა ვიცოდით რომ 2-3 დღეში მართლა საცრემლოდ გვექნებოდა საქმე, ხო? ეხლა რაღა დაგიმალოთ და მე ვარსკვლავი არ მინდა. ძალიან ვომოგ ვარსკვლავზე. ვიცი რომ ეს რაღაცა ჩემი ვარსკვლავი ძალიან დაგვიანდა. მინდა ვარსკვლავი და ხო და ხალხის სიყვარულის დიდი ვარსკვლავი რა არის? ამაზე დიდი ვარსკვლავი არ არსებობს, ხო? თან სუკაშკაშებს. ხალხისგან რა. და ესა რა ქვია, მინდოდა საღამოს გაკეთება ოპერის თეატრში. ხო, მე ესე მახსოვს. ხო, ოპერის თეატრში და მე ჩემი ორი მეგობარი მოვიდა ჩემთან და შენ ცოტა ვერ ახარო. 9 აპრილი არის შენი დღეო. რა გინდა ესეც გინდა რომ წაგართვანო? 9 აპრილი არის შენი დღეო. ნუ ეხა ოპერას ძალიან დიდი ბოდიში მოუხადე, რასაკვირველია და გადმოვედით ფილარმონიაში 9 და 10. კი ბატონო. აპრილი და 9 და 10 აპრილს ველოდები ჩემს თაყვანისმცემლებს. მე ჩამოვთვლე მონაწილეებს და მე გადავიდეთ უკვე თუ იმაზე რა რეპერტუარი იქნება. ვთქვათ რომ თქვენი საღამო ცხადია, მუსიკალურად გააფორმებთ ორკესტრი და ბენდი ნიკოლოზ ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით შესანიშნავი მუსიკოსის და მონაწილეობენ მეკო ქავთარაძის გუნდი, თამარ გვერდწითელი, ანსამბლი შვიდკაცა, სოფო ხალვაში, მიშო ჯავახიშვილი, მორის ჯანაშვილი, ციცანა სეფიაშვილი, ანსამბლი ჰერიო, გიორგი სუხიტაშვილი, აჩიკო ბერიძე, სანდრო კობახიძე, ლიკადოლიძე, თეატრალური კვარტეტი, ლელათელია, ქუჩის ბიჭები, ტრიო აპრილია, რეჟისორი გახლავთ თინათინ კორდაძე, მხატვარი თამარ ფოცხიშვილი და მე მოგრძალებლად ერთ სამ სიტყვას ვიტყვი თავში და ბოლოში. ნუ ცოტა მეც გათქმევინებ, მაგრამ ნუ დავითვლით. ნუ დაისახურე. არა, ნუ დავითვლით. ეხლა გადავიდეთ, მაესტრო. თუ იქნება, აი მაგალითად აქ რამდენი მონაწილე ვნახეთ, რომელიც თქვენს კონცერტში 3 აპრილზე მე მგონი მანამდე არ ყოფილა. არა, მე გეტყვი. როგორ ხდება? მე რა ხდება? აპრილს კი უხდება 3 აპრილი. არა, მე გადავწყვიტე რომ კონცერტში მონაწილეობა მიიღოს იმ ჯგუფებმა და მომღერლებმა, რომელსაც არ მიუღია საერთოდ მონაწილეობა ჩემს საღამოში, მაგრამ ეხლა ხდება რა? ცისანა რო არ გამოვიყვანო, შეუძლებელი. ზოგიერთ ადამიანს რა გააჩვენებს, რას არ მოუგონებენ ჩემს, ხო? გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქო თეთრი მტრედი ვომაგებეციდან ეხლა თეატრალური კვარტეტისთვის ერთი სიმღერა უნდა გამემეტა, იმიტომ რომ ჩვენი ურთიერთობაც კარგად იცის საზოგადოება. დანარჩენი გვერდწითელი. გვერდწითელს არ მიუღია მონაწილეობა ჩემს საღამოში. არასდროს. დანარჩენი ყველა პირველად დავრიყვა გვერდწითელმა პირველმა იმღერა თბილისო ჩემო ოცნება ჩემო და რამდენიმე სიმღერა ჩემი შეასრულა ძალიან დიდი ხნის წინათ ერთი საახალწლო პროგრამა ჰქონდა, მაშინ სუპატრები ვიყავით, სადაც 5 თუ 6 ჩემი სიმღერა აჟღერდა. ხო არასოდეს ამათ არ მიუღია მონაწილეობა. ამ კუთხით არის სიახლე. ამ კუთხით, მაგრამ ზოგიერთი მომღერალი არის ძალიან გულნატკენი, რომ მე არ მაფასებს მომღერლად და რაღაც. არა, შემოგელოთ ჩემი თავი. ყველა ერთნაირად მიყვარხართ, ყველას ერთნაირად გაფასებ და ძალიან ბევრზე მაქვს ძალიან დიდი ამაგი, რომ თვითონ გავიწყდებათ ხოლმე თქვენ. რა ამაგი მაქვს თქვენზე, ხო? მაგრამ ახლა ფორმულა ამ საღამოსი გითხარით თუ იქნება ახალი სიმღერებიც, რადგან ეს ფორმა მოძებნილია. მე მოქმედი კომპოზიტორი ვარ. ვიცი. ამიტომ ახალი სიმღერები ფორმაში აქტიურად. მე ახალი სიმღერები მიმართ მაქვს ესეთი დამოკიდებულება. აბა. სმენელს გენიალური ახალი სიმღერა რომ მოასმენო საკონცერტო დარბაზში, ის ძალიან შვიდ ტაშს გიკრავს. ვერ ხვდები რა? იმიტომ რომ ის მოდის თავის საყვარელი სიმღერის მოსასმენად. მართლა რა კაი ფორმულა. თავის საყვარელი სიმღერის მოსასმენად, მაგრამ მე მაინც გავბედავ და 4 ახალი სიმღერა იქნება. ნუ როგორ მიიღებს მსმენელი, ამასაც კარგად დავინახავთ. ერთ სიმღერებს მიშო ჯავახიშვილი ყველასათვის საყვარელი, მაგრამ ამ ყველასათვის საყვარელთან მაქვს ესეთი რაღაცა
ცუდი ფრაზა. გააცუდეს თორე არა, გააცუდეს, აი ყველასათვის საყვარელი. ბერმა არის ის ჯემალ საფიაშვილი ვინ არის, რატო არ მისთვის საყვარელი, ხო? ბოდის ვიხდი ამ გამოწვევას. ჩვენი საყვარელი მიშო ჯავახი, ლიკა დოლიძე, ქუჩის ბიჭები და ჩემი ცისანა. აჰა. ხო და აი ნახოთ როგორ რა იქნება რა. როგორ მიიღებს მსმენელი ამ სიმღერებს. თავად ჯემალ საფიაშვილი იმღერებს კონცერტში. თიკო კორძაძის გადაწყვეტილება როგორია? მე ისე მეშინია თიკო კორძაძის გიჟდები. ჩვენ დავურეკავთ თიკოს. მე საერთოდ არ მინდოდა რომ მე მღერა, იმიტომ რომ 2 წლის წინათ საღამო გავაკეთე, სადაც 22 სიმღერა ცოცხლად მე ვიმღერე, ხო? ამიტომ დამანებდე თავი, აღარ შემიძლია, როგორ არ შეგიძლია და ამიტომ თავში მღერი ერთ სიმღერას და ბოლოში სუსხარამე მინდოდა, მაგრამ თიკომ დიდი ჯოხი დაიჭერა, გამომეკიდა დაშვებული ფარდები მხოლოდო. ამიტომ ფარდა უნდა დაიშვას მე. ხო, ფარდა უნდა დაიშვას. დაშვებული ფარდები დაკარგული ძვლები არა არ გიჯარდები დედას გეფიცები ხელია და ის უკტავის სიმღერები რის გამოც დიდწილად მოწმობელი შესრულდება. თიკოს ესე რომ მეშინია. ხმას არ გავწევ. ოღონ კითხე ბაჯუბარა ვინ არის. კარგი, ახლა ჩვენ ცოტა ხანში დავარეკოდო, კითხოთ ეს ყველაფერი. კითხოთ ყველაფერი. ოღონ მე აქ არა ვარ. არა, ის შევეცდები ისე ვქნა. მაესტრო, კეთილი. აი ეს გზა ვიდრე 60-იან წლებში და თქვენ დაიწყეთ. მახსოვს ისეც იყო თურმე თქვენ სწორებაში რომ იძახდნენ რომ დაიწყეთ რომ ამაზე არა აქვსო განათლება მუსიკალურიო და რამდენად აქვს უფლება რომ იყოსო. ნუ იცი როგორ არის ჩემი სიმღერები 68 წლის საუკეთესო სიმღერა სიყვარულის ანთლები. ჩემი სანთლები ასე მდგომარები ასე სიყვარულით ნელა რომ იწვია ჩუმად ლოცუობე 69 წლის დაშვებული ფარდები. მერე ამას მოყვა თბილისო ჩემო ოცნებაში. მავანის მაინც და მეც ყველას ეს არ მოეწონა და ამოქეკეს რომ თურმე მუსიკალური განათლება არ მაქვს და ამ გრძალეს. მე სამჯერ ვარ აკრძალული. აკრძალული კომპოზიტორი ხარ? კი, სამჯერ. და როგორ გადმოგგრძალეს მერე? გადმოგგრძალეს ჯერ ერთი თავი მოვიკალი და დიპლომი ბატონო აჩვენე, ხო? კომპოზიტორის დიპლომი. კი ბატონო. კონსერვატორიაში როგორ ჩავაბარე ცალკე თემა ძალიან მოვემზადე. დათოს ოკიტაშვილს ჩემი მეგობარია. მე უთხარი რომ 9-10-ში მაქვს კონცერტი ფილარმონიაში. არც გაბედო ვარსკვლავზე იფიქრო, იმიტომ რომ ჩადო მოვალ და ამოვთხრი მეთქი. მაინც ამოვთხრი. არ მინდა მე. ხალხის სიყვარულზე დიდი არაფერი. ჩემი დიდი ვარსკვლავები არის თითეული ჩემი თაყვანისმცემელი. ამას ხო ქუჩაში რომ დადიხარ სულძნობ სიყვარულს ხალხის. როგორ არ აღგზნობ რა, როგორ არ აღგზნობ. ხანდახან თბილისელი კაცი ვარ და მინდა რა რუსთაველზე გავლა, მარჯანიშვილზე გავლა, როგორ არ მინდა დავინახო რა, როგორ არის, მაგრამ ძალიან ნელა დავდივარ, იმიტომ მაჩერებენ. ხო, მაგრამ ეს ხო ბედნიერებაა ხელოვანისთვის. ეს არის უდიდესი ბედნიერება, რომელიც მიღწეული გაქვს ათეული წლების შრომით და ცხოვრების წესით. ხო, აი შრომა კარგი რამე ახსენეთ, იმიტომ რომ იოსაც ჩვენ ვისმენთ შემოქმედებას, ну, ამ შემთხვევაში კომპოზიტორებს საუბრობთ, ხო? და სიმღერაზეა საუბარი, რაღაცა გვემღერება რა კარგია და შეიძლება არ ვფიქრობთ რა შრომის შედეგად არის სიმღერა დაწერილი. როგორ ხდება თქვენ არის რაღაც ინსტრუმენტს დაუსვათ მუშაობთ და შეიძლება რომ აი მუზას რო ეძახენ მოვიდა და დაიკროთ. ან გაგეღვიძა ხო ის ვიღაცა თქო რომ წვიმა იყო, ქარი იყო, მთვარე ჩავედა, გამოვიდა დავწერე და თქვენ და კაი ხედი გაქვთ, ვაჟურის, კაი ხედები იცის და მოქმედებს. მე ძალიან სხვანაირად გიპასუხებ ამ შეკითხვაზე. რადიოში უცებ ჩემს სიმღერას რომ მოვისმენ, გადავთავ ხოლმე. რატო? არ მიყვარს ჩემი სიმღერის მოსმენა, იმიტომ რომ მახსენდება როგორ ვიპოვე ლექსი, როგორ იწერებოდა სიმღერა მაბრუნებს, როგორ იწერებოდა სიმღერა, როგორ ვიცი ხოლმე 3-4 დღით დავამჟავებ, მერე მოვისმენ.
მერე მანანას უძახებ, მანანა მანანა მენტორია, ხო? ჩემი მთავარი სამხატვრო საბჭოს თავმჯდომარე. უჯერე? როგორ არა? ისა მერე მომღერალთან რეპეტიციები, მერე არანჟიროვჩიკთან მუშაობა, მერე სტუდიაში, მერე ნუკრი კაპანაძე მერთხელ მწარეთი ტირა სიმღერას ვაწერინებდი, იმიტომ რომ ფრაზა და ფრაზაში სიტყვა უნდა გამოჩნდეს, არ უნდა დაიკარგოს. აი ესეთია დამოკიდებულება ჩემი ნაზრების მიმართ და მოდი რა, ნუ დავტყბებით ჩვენი ნაშრომით. ნუ დატყბები შენი შესრულებრივი როლებით. აქეთ გითხრან. ხო ამაში აფასოს. რა მაგარი იყავიო. ხო ამაში აფასოს. წყალი დამექცა რაღაცის ნიშანია. კაია. კარგი, ცოტა ხანი შევისვენოთ. მაესტრო. ოკეი. ცოტა ხანი და ჩვენ დაბრუნდებით მალე და ჩავერთვათ თიკოს მე ვეწვი რომ აქ არ ხარ და არ შეიძლება. მოვაყოლებ ესე იგი რა აზრის არის. ხო, ჯოხით რო გამომეკიდე. თიკოს რეპეტიციაზე, იმიტომ რომ სამზადისია, ცოტა ხანში დაგიბრუნდებით უფროსო სვენილებო დაგვუვიდეთ. გამინათე გზები შენი შუქი სულის სიმებს არხე ამიყვანე მეცხრეცაზეზები უკვდავების გზები და მანახე